მწვანე ჯილდო კონკურსი მასწავლებლებისათვის. ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს პედაგოგს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ასწავლიან გარემოს დაცვით და აგრარულ თემებს. როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულები და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან. აპლიკაციების მიღება 20 მარტამდე გრძელდება. დეტალურად ამ კონკურსის შესახებ სასაუბროთ კი გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარა ალადაშვილი შემოგვიერთდება მაესტრო რეგიონების სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონო თამარა, დიდი მადლობა ტრადიციულად ჩვენთან სტუმრობისათვის. ჩემი მხრიდანაც ტრადიციულად დიდი მადლობა და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და განსაკუთრებით მასწავლებლებს და აღმზრდელებს ამ შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა სწორედ მასწავლებლებისათვის, აღმზრდებლებისათვის, პედაგოგებისათვის. კიდევ ერთხელ რო განმარტოთ, რას ნიშნავს მწვანე ჯილდო ეს კონკურსი პედაგოგებისათვის, რა სახის კონკურსი გაიმართება? მწვანე ჯილდო ეს არის უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური კონკურსი მასწავლებლებისთვის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, რომელიც 2018 წლიდან ტარდება და ჩვენი მიზანი არის, რომ გამოვავლინოთ ყველაზე მწვანე მასწავლებელი და აღმზრდელი, რომელიც აქტიურად მუშაობს წლის განმავლობაში, როგორც გარემოს დაცვითი, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, აქტივობებს მოსწავლეების ჩართულობით, მასწავლებლების თავისი კოლეგების, მშობლების ჩართულობით. და ყველაზე მთავარი არის, რომ ვიცოდეთ ხოლმე თუ რა კეთდება და მთავარი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ჯამში უკვე ქვეყანაში გარემოს დაცვითი და აგრარული ცნობიერების ამაღლება. საინტერესოა არის კონკრეტული ჩარჩოები ან მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მინიმალური საათები, ვთქვათ, დრო დათმობილი გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხებისათვის, რა წესებს უნდა აკმაყოფილებდეს, სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგი ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, გვაქვს შესაბამისი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უკვე კომისია აფასებს ხოლმე უკვე მონაწილეებს, ყოველწლიურად საკმაოდ დიდი არის ხოლმე კონკურენცია, მაღალია კონკურენცია და შესაბამისად ეს კრიტერიუმები მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, რომ იყოს ტრადიციული, მისათვის რომ იცოდნენ ხოლმე მასწავლებლებმა, მონაწილეებმა, რა კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან ისინი. ამ მიზნით დავამატებდი, რომ ოქტომბერში ვაცხადებთ ხოლმე გარემოს დაცვითი განათლების მსოფლიო დღეს ვაცხადებთ ხოლმე კონკურსს და მთელი ეს პერიოდი 20 მარტის ჩათვლით აქვთ საშუალება მასწავლებლებს, რომ სწორედ მითითებული პირობების და კრიტერიუმების მიხედვით განახორციელონ ხოლმე აქტივობები. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჰქონდეთ გავლილი ჩვენი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტრენინგები, სკოლამდელი აღზრდის შემთხვევაში უკვე საბავშვო ბაღებისთვის სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლების პროგრამა და ტრენინგები და ჩვენი სახელმძღვანელოების მიხედვით ჰქონდეთ განხორციელებული აქტივობები თავის აღსაზრდელებთან. მეორე უკვე მასწავლებლებისთვის გვაქვს ასეთი ტრენინგები და პროგრამა გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში, რომელიც 8 თემისგან შედგება, 20 საათიანი ტრენინგები არის და ეს ძალიან ეხმარება უკვე მასწავლებლებს იმისათვის, რომ შემდგომში განახორციელონ უკვე აქტივობები და მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაც არის მათთვის, რა თქმა უნდა, ვისაც გავლილი აქვს კონკურსი, რომ ადვილად შეძლოს აქტივობების განხორციელება. ასევე მათი პროფესიული ზრდა, კი ბატონო, სახელმძღვანელოები ახსენეთ, მე რამდენადაც მახსოვს ეს სახელმძღვანელოები მომზადდა, რამდენად ხელმისაწვდომია, როგორ იღებენ პედაგოგები ამ სახელმძღვანელოებს და რამდენად აკმაყოფილებს, ვთქვათ, ეს სახელმძღვანელოების რაოდენობა თუ საჭიროა კიდევ სხვა ხმარი ლიტერატურა იმისათვის, რომ ეს პროგრამა, რომელზეც თქვენ აკეთებთ აქცენტს, შედგეს და წლის განმავლობაში იყოს მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი. ნამდვილად კარგად გახსოვთ ჩვენი სახელმძღვანელოები, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით. ეს არის 8 თემისგან შემდგარი სახელმძღვანელოების კრებული, ან ფაქტობრივად 8 სახელმძღვანელო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აკმაყოფილებს საკმარისი არის, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ, მაინც აუცილებლად მხოლოდ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით არ უნდა ახორციელებდნენ აქტივობებს, პირიქით მივესალმებით, რომ თავისი ინიციატივით დამატებით სხვა მასალებითაც ხდებოდეს უკვე გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების სწავლება. რაც შეეხება სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობას, როგორც თქვენ მკითხეთ, ხელმისაწვდომი არის ონლაინ ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე, გარემოს დაცვითი ინფორმაცია და განათლების ცენტრის ვებგვერდზე, ასევე ეგზავნებათ ხოლმე ტრენინგის მონაწილეებს ელექტრონული სახით და პარალელურად გადაეცემ
გადაეცემა საჩუქრად მასწავლებლებს უკვე ვინც წარმატებით დაამთავრებს ტრენინგს, გადაეცემათ სერტიფიკატები შესაბამისი და ჩვენი სახელმძღვანელოები საჩუქრად. შეიძლება არ უნდა ყოფდე, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ შეუძლიათ პედაგოგებს მონაწილეობა მიიღონ, რომლებიც ან მწვანე გარემოზე, გარემოს დაცვის საკითხებზე, ან შეიძლება ცალკე აგრარულ თემაზე ესაუბრებოდნენ. რამდენად გასაგებია, რომ ბუნების დაცვითი ორივე თემაზე უნდა იყოს. ორივე თემაზე უნდა იყოს აუცილებელი. კი ბატონო, აი საინტერესოა, სწორედ ეს მაინტერესებს, რამდენად პოპულარულია მოსწავლეებში აგრარულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება პედაგოგების მხრიდან. გარემოს დაცვითი საკითხები ეს არის საინტერესო, ძალიან პოპულარული. რამდენად აინტერესებს მოსწავლეებს და რა ასაკის მოსწავლეებზე, დაწყებით კლასებზეა საუბარი, მაგრამ მაინც რამდენად როგორ ახერხებენ პედაგოგები და აინტერესონ აგრარული თემებით, ეს არც თუ ისე განსაკუთრებულად პოპულარულია პატარა ბავშვებისათვის თქვა. ამ შემთხვევაში პირველ მეექვსე კლასზე არის აქცენტი გაკეთებული კონკურსის თვალსაზრისით, რადგან სახელმძღვანელოები და პროგრამა გათვლილი არის დაწყებითი კლასების მიმართულებით, თუმცა ძალიან ხშირად ხორციელდება აქტივობა მასწავლებლები თვითონ აკეთებენ უკვე მარტივად ადაპტირებას პროექტების მე-7-მე-12 კლასებზე. ვიტყოდი იმასაც, რომ მე-7-მე-12 კლასების მიმართულებითაც აქტიურად მუშაობთ ჩვენ და გვექნება სულ მალე უკვე დასრულებული სახელმძღვანელო და შესაძლებლობა გვექნება, რომ მივაწოდოთ მასწავლებლებს უკვე როგორც დამატებითი რესურსი, თუმცა გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ახალგაზრდული პროგრამები. თქვენ კარგად იცით, იგივე მე-9-მე-12 კლასებისთვის გვაქვს სემინარები, ვებინარები, შეხვედრები, კონკურსები მოსწავლებლისთვის, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ამ შემთხვევაში და შესაბამისად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ორივე მიმართულებით ვიმუშაოთ. რაც შეეხება უშუალოდ აგრარულ საკითხებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო არის მოსწავლეებისთვის. მათ ძალიან აინტერესებთ იგივე თუნდაც მოვლა-მოყვანა სხვადასხვა სახეობების. აქვე გამოვყოფდი მაგალითად თბილისის სკოლებს, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან აგრარული მიმართულებით, აქვთ მათ პატი. თავისი პატარა სანერგეები გამოყოფდი, მაგალითად აქტივობებიდან ახლა რაც მახსენდება, მცირე სარწყავი სისტემის მოწყობა სკოლის ეზოშიც. თუნდაც გამოყოფდი ერთ-ერთი სკოლა გთხოვდა მაგალითად და მხარდაჭერას ქართული ხორბლის ჯიშების დათესვაში და მის მოვლაში შემდგომ უკვე რომ დავხმარებოდით და ასევე მიგვეწოდებინა, გაგვეზიარებინა ცოდნა მახადაზანდური უნდათ რომ დაეთესათ და მოეყვანათ, ჰქონდათ უკვე მცდელობა და უნდათ გაფართოვება მაგალითად. ამ მიმართულებით აქტიური არის რეგიონებშიც და თბილისშიც ეკო-კლუბები და აგროკლუბები. ამ კუთხითაც ჩვენ მოსწავლეების ინიციატივებს მხარდაჭერას ვცდილობთ ყოველთვის. შესაბამისად, ორივე მიმართულებით ძალიან აქტიური არის მუშაობა სკოლებში. ეს მინდოდა მეკითხა, რამდენად აქტიურია თქვა კლუბების ჩამოყალიბება, თქვენ უკვე თქვით. მე მაინტერესებს შედეგი რა მოიტანა მწვანე ჯილდომ. რამდენად გააქტიურდა სასწავლო პროცესი, რამდენად ბევრია ის მასწავლებელი, რომელიც ამ თემით ინტერესდება და ამ თემაზე თქვენთან გადის სემინარებს, რომ შემდგომში მოსწავლეებს გადასცეს ცოდნა. წლიდან წლამდე როგორ იცვლება სტატისტიკა? შეიძლება ის ციფრებში ავსახოთ ან კონკრეტულად როგორმე ვანახოთ ის ტენდენცია, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით. როგორც თქვი, 2018 წლიდან ვახორციელებთ უკვე ამ კონკურსს, მაგრამ გადამზადება უფრო ადრე დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კუთხით 3000-ზე მეტი საბავშვო ბაღის აღმზრდელი და მეთოდისტი არის გადამზადებული. მოთხოვნა არ წყდება ყოველწლიურად, ფაქტობრივად ამდენი წლის შემდეგაც კი დაახლოებით 500-600 აღმზრდელი გვყავს გადამზადებული და წელსაც დაგეგმილი არის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიხედვით. სკოლის მიმართულებით გადამზადებული გვყავს 7000-ზე მეტი მასწავლებელი. ამ მიმართულებითაც არ წყდება მოთხოვნა, ამ წუთასაც გუშინ დაიწყო და განახლდა მაგალითად მასწავლებლების გადამზადება სწორედ ამ ტრენინგების ფარგლებში, გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში და ეს გვაძლევს ჩვენ мотиваციას, რომ გავაგრძელოთ და შექმნათ კიდევ ახალი რესურსები და საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, ვიტყოდ იმას, რომ შედეგი ჩანს იმაში, რომ მოთხოვნა როცა არის, ესე იგი გაზრდილი არის ინტერესი გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების მიმართ. კვლევები გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის მხრიდან არის ინტერესი და მოთხოვნა იმისა, რომ ისწავლებოდეს სწორედ ჩვენი თემები. ასევე ვიტყოდი იმას, რომ მაგალითად საბავშვო ბაღების აღმზრდელების თხოვნით დავამატეთ ჩვენ კლიმატის ცვლილების თემა სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლების პროგრამას და ესეც სწორედ მათი რეკომენდაციების და რჩევის გათვალისწინებით მოხდა. ასევე ვიტყოდი იგივე მოსწავლეების აქტიურობა ახალგაზრდულ პროგრამებში, სადაც ერთ პროგრამაში, სადაც დაახლოებით მაქსიმუმი რაოდენობა გვაქვს ხოლმე ჩვენ შესაძლებლობა, რომ 50 მონაწილე მივიღოთ.
აპლიკაციების რაოდენობა არის ხოლმე 700-800, ზოგ შემთხვევაში 1000-მდეც კი. და ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ინტერესი არის და გვაქვს ძალიან ბევრი კურსდამთავრებული უკვე ისეთი, რომლებიც აგრძელებენ სწავლას გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების მიმართულებით და ეს არის ძალიან დიდი შედეგი უკვე რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო იყო ეს ბოლო ინფორმაციაც. კიდევ ერთი დეტალი არის საინტერესო. არის განსხვავება მსხვილი ქალაქებისა და რეგიონების სკოლებს შორის დაინტერესება, მოთხოვნა, სად უფრო აქტიურობენ, თუნდაც იგივე აგრარული გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან საინტერესოა, როდესაც მოსწავლე უკვე იცის გარკვეული საწყისი ბაზა აქვს აგრარულ მეცნიერებებში, თუნდაც იგივე რო ავიღოთ. ამ შემთხვევაში ვერ გამოვყოფდი თბილისი თუ რეგიონები, ორივე მიმართულებით საკმაოდ დიდი არის აქტიურობა. ამას წინასწარ შევადარე ერთ-ერთი ახალგაზრდული პროგრამის რაოდენობა, როგორი იყო თბილისში და რეგიონებში და თანაბარი იყო. მათ შორის ასევე ვიტყოდი, რომ თანაბარი იყო მაგალითად გოგონების და ბიჭების მონაწილეობა საბოლოო ჯამში და თავიდან როცა დავიწყეთ პირველად აგრარული საკითხების სწავლება, გარემოსდაცვის მიმართულებით უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა მეც კითხვა ასეთი, რომ იგივე თბილისის მონაწილეების რაოდენობა როგორი იქნება და საკმაოდ მაღალი არის რაოდენობა. ეს თუნდაც თანაბარი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ არის იგივენაირი ინტერესი, რაც ძალიან კარგი არის. თქვენ ახსენეთ და მე რამდენჯერ გაიმეორეთ, რომ ინტერესი გაიზარდა. ხომ არ დაგითვლიათ ეს აბიტურიენტების იმ რაოდენობაზე, რომელთაც ნელ-ნელა აგრარულ პროფესიებს ირჩევენ, გარემოსდაცვით მიმართულებით აპირებენ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება. აისახება ეს ყოველივე საბოლოო ჯამში აბიტურიენტებზე და იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც პროფესია დაირჩიეს აგრარული მეცნიერებები, გარემოსდაცვითი საკითხები. ეს არის გრძელვადიანი თემა, რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით შეუძლებელი არის 1 და 2 წლის მონაცემების მიხედვით ვიმსჯელოთ, თუმცა აბიტურიენტების რაოდენობა კონკრეტულად ასე არ დაგვითვლია, თუმცა იგივე ჩვენი ახალგაზრდული პროგრამების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუ პირველ წელს მაგალითად ჩაბარების დროს, სწავლის დაწყების დროს ამ ახალგაზრდულ პროგრამებზე არ იცოდა რომელიმე რომ უნდოდა თუ არა თუნდაც გარემოსდაცვის მიმართულებით ესწავლა, გვაქვს ახლა უკვე ის შედეგები, რომ რამდენიმეს მაინც აქვს ეს სურვილი უკვე და ზუსტად იცის. მაგალითად, ზუსტად იციან, რომ უნდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ იციან უშუალოდ რომელი სპეციალიზაციის კუთხით უნდათ წასვლა. და ასეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები ეხმარება მათ სწორედ ამ არჩევნის გაკეთებაში, იმიტომ რომ აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ ისეთ ექსპერტებს, რომლებიც დარგში აქტიურად მუშაობენ, მოღვაწეობენ, პრაქტიკაში გაიარონ ის ყველაფერი და ნახონ თუ როგორ მუშაობენ და სად მუშაობენ ეს ადამიანები. ჩვენ გვაქვს გაკეთებული სპეციალური ბროშურებიც მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით ამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აძლევს შესაძლებლობას, რომ სრულად ნახონ ის ჩამონათვალი პროგრამების გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, როგორც კოლეჯების, ისე ბაკალავრის, მაგისტრატურის მიმართულებით, თუ სად რა ისწავლება. რა სპეციალობის ადამიანები შეიძლება გახდნენ ისინი მომავალში და სად შეიძლება დასაქმდნენ. ესეც ვფიქრობ, რომ ეს ეხმარება მათ უკვე გადაწყვეტილების მიღებაში. ფაქტის ახეზია, თუნდაც იგივე ციფრები, რაზეც თქვენ საუბრობთ, ფაქტის ახეზია, რომ მწვანე ჯილდო მასწავლებლებისათვის დაწყებული კონკურსი ახალგაზრდებზე ძალიან კარგად დაისახება და კონკრეტული დადებითი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ ამ კონკურსის ჩატარებაშიც. მაყურებელს შევახსენებ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარა ალადაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.